თბილისის ირგვლივ ტრიალებს თქვენი ორი სუბიექტის, ასე ვიტყვი, გეგმები, ამიტომ გეკითხებით. ოცნებამ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, კარგი ხანია. ზოგადად მე თუ მკითხავთ, საარჩევნო კამპანია იწყება ზუსტად იმ წუთში, როდესაც წინა არჩევნების შედეგი ცხადდება. მაგრამ საქართველოში სხვაგვარად არის ხოლმე ვითარება ოპოზიციურ ფლანგზე, თორემ ხელისუფლება დარწმუნებული ვარ იმ წამიდან ახალ კამპანიაში ერთვება. უკვე გამოცხადებულია მერობის კანდიდატი ცნობილია და ასე შემდეგ. თქვენ რაც უფრო გაწელავთ პროცესს, უფრო კარგი იქნება თქვენ ჩვენთან დისკუსია მედის, როგორც იცი, ორი სერიოზული ოპოზიციური სუბიექტი, ერთის მხრივ ჩვენი კოალიცია, ლელო ძლიერი საქართველოს მეორეს მხრიდან გახარიას პარტია, რომელიც ასევე კოალიცია, იქაც შეგვიძლია ჩვენ პარტიები დავითვალოთ, მე იმიტომ არის ხოლმე რა. ვინ არის იქ პარტიები? კონსერვატიული პარტია არის ზუია ძიძიგური, მაგალითად, ეხა იქ პარტიების თვლა მიდის ხოლმე, მაგაზე არ მინდა. არა, საინტერესოა, ჩვენ შორის მედის ასთა გასვლა გამოსვლა, მართლა გვინდა, არავინ არც ერთი კანდიდატი ჩვენგან გაწყვეტილი არ არის, გვინდა რომ იყოს მებრძოლი, ღირსეული. არანაირი ამბიცია ამათი დამარცხების გარდა, აი უსინდისო იყო, აი ღმერთი იყურება მაღლიდან. ხო, იქ საპარლამენტო სიახლოვე მოგზალებული ადგილი მე-20 ადგილს მე თვითონ თქვი ეგ. არანაირი ამბიცია, ამათი დამარცხების გარდა არანაირი ამბიცია არ აქვს. ასევე ძალიან ფართო ციტირებადი გახდა თქვენი ასეთი ნათქვამი, რომ ვიცოდიო ვერ გავიდოდიო და ისეთ ადგილას ჩავეწერეო და შემდეგ თქვით კარდებს დაატარებდნენ, რომ დღეურებს უხირავდა, რა იყო მანდ. 20 ადგილის შესვლის იმედი არ ქონდათ, რომ კითხოთ გაიმარჯვესო ეს. მოკლედ. ეგ მაგა ჯანდაბამდე გზა ქონიათ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რა მოსემულობას, რომ ეს ქალაქი არის უპატრონო და საშიში არის. სრო დადიხარ შეიძლება გადმოვარდეს რაღაცა დაგეცეს და მოკლას. ეს არ მოხდა ვაგზალზე და მე ამ ქალაქის ჯერ კიდევ ეს გათახსირებული და თბილისის ისტორიაში თუ რამე გამეგება, თბილისის ისტორიისა ვიცი, ხა სხვას თუ 2 წიგნი წაუკითხოს, მე შეიძლება 4 წამიკითხოს. ჩემზე მეტი იცის ბევრმა არაჩვეულებრივი ისტორიკოსებია და თბილისის ისტორია, მათ შორის რაღაცა მეცნიერს. თბილისის ისტორიაში ჩვენი დედაქალაქის 1500 წელია თბილისი რაც დედაქალაქია და 1700 წელია რაც ქალაქია, მანამდე არსებობდა ის გორგასლის ამბავი ცოტა ლეგენდა არის, ძალიან ლამაზ ლეგენდა. 1700 წლის არსებობის მანძილზე თბილისის ასეთი მექთამე ხელმძღვანელი, ასეთი ჩამხჩვალი, გათახსირებული, კორუმპირებული კაცი ქრთამში ჩამხჩვალი, უსაქმურობაში და არაფრის კეთებაში არ ყოლია ქალაქს. ტარუღები წავდა, არაბი ამირები წავდა, ქართველი მოურავები წავდა, გარაცკაია გალავაც მართავდა, ქალაქკომის თავმჯდომარეც. ესეთი გათახსირებული საბჭოთა დროს საშინელი კორუმპირებული ხალხი იყო, მაგრამ ისინი იყვნენ ფრთიანი ანგელოზები აი ამ გათახსირებულ კალაძესთან. 800 მილიონი რო აქვს და ჯერ სქემა წარმოიდგინეთ. ეს პარავდა ჩვენ მოგაქვთ ეს 800 მილიონი. რა ჩიგნით მიდის ლაპარაკი? კი, ხაბეშვილი სხვა შორის ძალიან ყოჩაღი, ძალიან გულიანი და გაბედული ბიჭია და მე იმეორებ. იმას ვიმეორებ, მეც ვიცი ეს ისტორიები. მეც რა არ დაითვალეთ ეს 800 მილიონი. მე ადრე ვთვლიდი სხვათა შორის, ჩემ მეგობრებთან ერთად მე 600 მილიონი დავრთვალე, მე უფრო მოგზალებული კაცი. როგორ დათვალე? აი როგორ ტენდერებიდან არის 20% ატკატის, ხო? იპარავენ გზის დაგების ატკატს და დანარჩენს. და სამშენებლო ნებართვები, რაც უფრო პრობლემურია მშენებლობა, უფრო მეც ითხოვს რეჟიმზეც ესეშვებოდა, ესეც ხაბეიშვილის უფრო გჯერათ რომ 800 იქნება. ხაბეიშვილს სერიოზული წყაროები აქვს, მეც გარკვეული ხმები მომივიდა, 100-ია, 800 მილიონი მოპარა ქალაქის მოსახლეობას და ეხა ბიძინა ივანიშვილი ეუნება რომ შერო ხალხს მოპარეო და არაფერი რო არ გააკეთე, ტყლარწვის გარდა რომ დაიდიოდა და იტყლარწებოდა დღე და ღამე. ხან ეს სათვალე რო ეკეთა და ხან ეს სათვალე რო ეკეთა. თქვენ ამ ტიპის დიალოგის გზით მიღებული გადაწყვეტილების შთაბეჭდილება დაგიტოვათ? იქ რა თქმა უნდა იქ ხო დაბუქსავდნენ ჯერ არაპირებდნენ ამის წარდგენას. აი ამ გათახსირებული წარდგენას, მაგრამ რაღაცაზე იქ ხო ხედავთ როგორ უყურებდა ბიძინა ივანიშვილი. იჯდა და ესე იმას რა ქვია, საპარსლესავდა ესე რომ უნდა ჩამოპარსო ეს. ჩემი აზრით ძალიან მსუბუქი ღიმილით ადევნებდა. ხო, იმიტომ რომ სად გამექცევიო უყურებდა რომ იმ 800 მილიონს დაგაბრუნებინებ უკან გარწყევინებ სათითაოდ. ეს 800 მილიონი უნდა ვარწყევინო ჩვენ კალაძეს. ოღონდ უნდა მოხმარდეს ქალაქს. ბიძინა ივანიშვილს რო ფულები შემოაკდა, იმას კი არ უნდა, იმის შევსებას კი არ უნდა ხმარდებოდეს, ქალაქს უნდა ხმარდებოდეს. რომ არ გეშინოდეს ქალაქში გავლის რომ რაღაც არ დაგეცემა თავზე და მე ესეთი ტუტუცი არ ყავდეს ქალაქის მე რომ ხალხს აბრალებს. ხა რა შუაშია ხალხი 1000 შერი იყო დარეკილი 1000 შერი იყო გაფრთხილებული რომ შეიძლება გადმოვარდეს პარაპეტი ვიდეო ქონდა 1 წლის წინ ჩაწერილი ბიჭ იქვე მცხოვრობს და იძახდა რომ გადმოვარდება დაეცემო და ეს ნაძირალა ეს გამოვიდა ტრაკგაბზეკილი რო იწვა ხოლმე ეს სამმარცხვინო ეს წადი მოდელი თუ ხარ ბიძია წადი და იქ შენ ტანსაცმელი წაიღე და ბზიკე ის ტრაკი სადაც გინდა და იკოტრიალ
და ეხლა მოიგონეს ახალი ის რა ქვია. ერთმანეთს ეჯიბრებენ პოლიტიკოსები, აი გული მერეო და რო უყურებდი კაცი, რომელიც ბავშვი ჭაში ჩავარდა, მოკვდა იძახის იმის ბრალიო. ბავშვი ჭაში ჩავარდა და ეს გამოდის და იძახის ბავშვის ბრალი იყო და ნაციონალებისო. წყნეთში დენმა დაარტყა ახალგარემონტებულ ფანჩატურში გამოვიდა ბავშვის ბრალი იყო. ვაგზალზე ის გადმოვარდა და გარე მოვაჭრე და გამლელი მოკლა და იძახის რომ ავარიული შენობა იყო და ხალხი არაფრის უფლებას არ გვეძლეოდა. ხალხმა რა იცის პარაპეტი გადმოვარდება თუ არა. რა შუაშია დაცლიდნენ თუ არა შენობას. ნახეთ, როგორც თქვენ აღწერთ ვითარებას, ცუდი მერია, ამბობთ. კარგით, მოდი ფაქტებს ვილაპარაკეთ. არა, სხვა რამეს გეუბნები. როგორ უნდა თქვა, რომ კარგი დამარცხება, შესაბამისად, მისი დამარცხება წესით გაგიოლდეთ უნდა. ანუ სხვა კონკურენტის შემთხვევაში უფრო რთული იქნებოდა ვითარება. კი, რა თქმა უნდა, ესეთი გათახსირებული ყავს კონკურენტი არაფრის მაქნისი. აი ხა მოდი სხვა კანდიდატებზე ლაგუნავერაზე გიულია. გასოს პატარა ჩვენი შვილების თაობას არ ახსოვს. ხო გასოს რა 64 არ ვარ მან. რა 64 იყო ლაგუნავერი, მაგრამ ნუ ზირთად ფული არ მქონდა ვიპარებოდი ხოლმე ღობიდან. ზაფხულში რა 64 იყო ლაგუნავერი, ესეთი საწყლოსნო კომპლექსი მათ შორის ამხელა ოლიმპიური ის რა ქვია აუზი, სადაც თელი თბილის სტადიონთან დახურულ თბილისში. ეხა რა მადლი იქნებოდა ლაგუნავერი. აი ამ უტიფარმა, აი ამ მატყუარამ, აი ამოიღეთ 2021 წელს კლიპი გაუშვა წყალი რო ქონდა ჩასხმული და რეაბილიტაციას მოახდენთ. 2023 წელს 2 წლის წინ გამოვიდა და ყიჟინა ქონდა თელი აი უშველებელი რო იმედი რუსთავიორმა იმედს გაასწრო უკვე რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო ქველმოქმედება ჩაიდინა ლაგუნავერი დაუბრუნა ქალაქს. ხო გახსოვს ეს ამბავი? და ჩვენ ამის რეაბილიტაციას მოვახდენთ. შენებლობის ფარგლებში. ავიდეთ, აბა ლაგუნა 2 წელი გავიდა უტიფრობის მერე. 2 წელი გავიდა. ან ჩასხმული წყალი მანახეთ, ან რეაბილიტირებული ლაგუნა მერე მანახეთ, ან რამე მანახეთ, რომ ის კომპლექსი ძველ დიდებას დაუბრუნებს. წაგიყვან, განახებ გველები და ვირთხების ბრუდეები როა და ხვლიკები რო დაძვრებიან იქ. და აი ამ ხელა ბალახი როა, რო ჩახვიდე ემაუში, დაიკარგებ, მაგრამ შეჭამს რაღაცა. შეიძლება ზვიგენების დარბიან უკვე, არ ვიცი, ნიანგები. კი ბატონო, ალეკო. ხო და აბა მითხრას და რას აკეთებს? ბიძინა ივანიშვილს აშენებს 40 სართულიან და 52 სართულიან ცათამბჯენს. გმირთა მოედანზე, სადაც კბილთა ღრჭენა, ისეთი საცობია. ჯოჯოხეთია ნებისმიერ დროს, შუაღამესაც რო გაივლი, ჯოჯოხეთში ხვდები. იქ რო ააშენებ 2 სათამბჯენს. სადაც 1000 ბინა იქნება ჯამში. ბინაზე როგორ ითვლება, იცი ურბანისტული წესია ეგეთი, რომ თან ჩვენთან მიღებული. მანქანა ნახევარი უნდა დათვალო თითო ბინაზე. სახლში რამდენი ბინაცაა, იმდენი 1.5 მანქანაზე უნდა გაამრავლო. ანუ იმხელა ნაკადი. მან ისეთი ესე ვთქვათ, ისეთ შესაძლებლობის ხალხი იყიდის, რომ შეიძლება მეტი მანქანა მოვიდეს თითო ბინაზე. მეტი მანქანაც მე მინიმუმს 1500 მანქანა, სულ მცირე 1500 მანქანა რო იქ რა ჯოჯოხეთიც და რა კბილთა ღრჭენას ტრიალებს და ცოდვის ტრიალი როა. იმას რო დაემატება დილით, რომელიც გამოვა და საღამოს რო შევა. 1500 მანქანა ხო რაღაც ტერიტორიას გამოაკლდება. არაფერს არ გამოაკლდება, მანქანები ანუ ქალაქის. არა, ეგ არ ითვლება გმირთა მოედნის არსებულ ნაკადს. მან კომპიუტერული მოდელირებით უნდა ხდებოდეს ესენი ჯიბეში ჩაკეცვით და ერთმანეთის იმით რა ქვია მოგხსნით აკეთებენ, თორე სპეციალური პროგრამებია, რომელიც თვლის, რომ არსებულ ნაკადებს უნდა დაამატო ის 1500 მანქანა. კატასტროფა იქნება ეგ თუ აშენდა. მეორე ამბავი, ხო მოიტყუა, ხო წარბიარ და უხამხამებია. ლაგუნაერი თუ ვიტყუები, კაცო და მატყუარა ვარ, წადი ჩემო ბატონო და ლაგუნავერეზე თუ აუს იმას რა ქვია, სურვას. თავარი კამპანია თქვენი რა იქნება? მატყუარა მე. მეორე ამბავი, აბა არა, რი მატყუარა 2019 თბილის, ასეთია მათი სლოგანი, თქვენი სლოგანი რა იქნება? დედალივით კიდე უფრო გავკეთდები. ბარემ ეს დააწეროს კალაძემ. შავი დედალივით კიდე უფრო გავკეთდები, მოგპარავთ კიდე 800 მილიონს. თან ბიძინასთან მაგ დასაბრუნებელი. აი ეს რამდენიმე სლოგანი უნდა მიაბას სინამდვილეში. მეორე ამბავს გეტყვით. ანუ მისი მესამებადით მერობა არის თავიდან ბოლომდე მიძღვნილი ფულის დაბრუნება. ფულის და ხო, იქ ბიძინა ესე უყურებდა და მოხვალ შენოდა, იმით რა ქვია, ბლაგი დანით მიგაპარსავ მაგ 800 მილიონს. მეორე ამბავს გიყვები ახლა და დანარჩენი ამბებიც მოვყვეთ. ამ ქალაქში ხო ცხოვრობთ. 2021 წლიდან უკვე უნდა ამოქმედებულიყო სამგორის მეტროდან ლილოს გავლით. კლიპებს უყურეთ, აგერ კლიპები ნახეთ, პრეზენტაციები ქონდა და არიქაქო იმაშვებოდნენ, გადაფიჩინდნენ, იმხელა ამბავი ქონდა. სამგორის მეტროს რეაბილიტაცია მოხდება მასშტაბური, ესე იყო კლიპში, აშენდება მიწისზედა მეტრო თბილისსა და ლილოს, სამგორის მეტროსა და ლილოს ბაზრობას და რუსთავს შორის. 4 წელია წესით მიწისზედა მეტრო უნდა დაქროდეს იმიდან სამგორის მეტროდან ლილოს გავლით, ჩერეზ ლილო რუსთავში. წამომყევი და 8 სადგური უნდა აშენებულიყო. 1 სადგური მანახეთ. ნახევარი სადგური მანახეთ, მეოთხედი სადგური მანახეთ, ან რა ვიცი მე, 1 ბორბალი მანახეთ მიწისზედა ტრამვაის, მეტროსი. არ არსებობს. ოღონდ რა მოხდა მან ყველაზე მაგარი? 12 მილიონი მოიპარეს აი მაგ ტყუილში.
თქვენს რო ტენდერს ვაცხადებთო, კვლევას ვაცხადებთო, უნდა ტექნიკური, ეკონომიკური შესწავლა მოვახდინოთო, მერე თქვენს რო ხო 12 მილიონი დაიხარჯა, მაგრამ ეს არ გამოდისო ეს პროექტი, მაგრამ აგერ 12 მილიონი აი ესე გაგვახე შულერები რო არიან, ხო იცი ეს რო გაგახედებენ გადმოხედავ, აი ეგრე არაფერში. რამე მაინც ერთი ბარი მაინც დაერთხა და ერთ თქვა რომ ეს ბარის დარტყმა 12 მილიონი ღირდაო. აი ეგეთი ტიპი არის ეს კალაც. ავარიული სახლები გინდა, აი ნებისმიერი საცობები გინდა, ქაოტური მშენებლობები მანახე. კამპანიის გზავნილები იქნება თქვენი ძირითადად აწყობილი, ეს თქვა არსებულის კრიტიკაზე. თუ იმაზე თქვა რა შეიძლება გააკეთოთ თქვენ. თქვენ როცა ვამბობ არაპერსონალურად თქვენ, იმიტომ რომ როგორც ხვდები ეს მაინც ღია თემაა. არანაირი გაწყვეტილება არა, შემჭამეს. როგორც ვიცი არის სოციოლოგიურ კვლევაზე დამოკიდებული. კვლევა ასთა გასვლა გამოსვლა. მე აი გულით ვიტყვი ამას რა. აი ნამდვილად თელი ვამბობ რომ მე მირჩევნია რომ კანდიდატი იყოს სხვა და მთელი ძალით დაღონით დაუდგე გვერდზე. აი ეს როგორი უნდა იყოს ეს კანდიდატი? არა ამ ორი არც 9 ნომრის ქვეშ და არც 25 ნომრის ქვეშ მყოფი? ანუ თქვენს მიღმა? შეიძლება ნეიტრალური იყოს ვიღაც. აი ეს ვიგულისხმე. არაპარტიული. შეიძლება ნეიტრალური იყოს, არაპარტიული იყოს, ნებისმიერს დაუდგები მხარში, მე არანაირი ამბიცია. ალეკო, დავასუსტებ. როცა სოციოლოგიურ კვლევაში ჩაწერეთ ადამიანები, რომელთა რეიტინგის გამოკითხვას აპირებთ კი არა და მიმდინარეობს ქალაქში, აი ეს ადამიანებთან გააქვთ შეთანხმება, რომ ვთქვათ, მათი კარგი მაჩვენებლის შემთხვევაში ისინი თანახმანი არიან, გახდნენ თქვენი ორი გუნდის მერობის კანდიდატი? თანახმარი ჯერ არც მე არ ვარ ჯერ, მაგრამ ჩემი გვარიც არის იქ და ანუ არ დასტურებთ, რომ თქვენი გვარიც არის ამ ჩამონათვალში. რამდენი ადამიანია? კი, არა ნამდვილად. კალაძეზე და ყოფილხარ თქვენ მერობის კანდიდატი, ალეკო? იმას რა ქვია, კალაძეს თავის დედაშვილიანა, თავის მერიის თანამშრომლებიანა, თბილისი როგორც მე მткиვა, მადარდებს, მაღელოებს და მეტანაკლებად ვიცი, მაგათ ესენი უყურებენ როგორც აი დაზგა სტანოქს, რომელზეც ფული უნდა ამოიღო. ეს რამდენ კაციანია ესია, შეგიძლია მეტრო. არა, ეხა ამ დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს, ჯერ თავად ხარციაში, რომელიც იტესტება და ხალხს ეკითხებით, რომელი უფრო იქნებოდა სასურველი. კი, მეც ვარ, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩემი პირადი ჩემი სურვილი თუ ჩემ სურვილზეა, არის ის, რომ მე სხვას დაუდგე მხარში და მასთან ერთად ხარ ვიბრუნო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როგორ გააწყვეტილებაც იქნება, რა გააწყვეტილებაც იქნება, ჩვენ ვართ ავგანწირულ ბრძოლაში და აქ არ დავზოგავთ თავს არავინ და არ ვზოგავთ. კი ბატონო, ალეკო, ნახეთ, ქართული ოცნება როგორც რა სიტყვებითაც არ უნდა აღწეროთ ახლა მათი ბუნება, ხასიათი და არსი, ძლიერი ოპონენტია, მათ ყავთ რამდენი ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ხარდამჭერებიც და მათ აქვთ ფინანსური, რეპრესიული სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, მათ შორის ამომრჩევლის გულის მოგების სხვადასხვაგვარი შესაძლებლობები, მოკლედ ძალა აქვთ. ამას ემატება ის, რომ თუ წინა არჩევნების შედეგს მივიღებთ, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ, მაგრამ მაინც მივიღებთ როგორც მოცემულობას, 9-25-4-5, აქედან 4 და 5 არ მონაწილეობს არჩევნებში, 9-25 მონაწილეობს, ანუ 4 სუბიექტიდან 2 მონაწილეობს, ზოგი საერთოდ გავიდა თქვენგან, თქვათ ანადოლიძე საერთოდ არ მონაწილეობს და ლევან ცუცქირიძეც ბოიკოტის რიგებს შეუერთდა, მოკლედ რაღაც ცვლილებები იყო ამ მხრივ. ნახეთ, ანუ ძლიერი ოპონენტი, ყველაფრის შემძლე კადრებელი თუნდაც ძლიერი ოპონენტი და პლუს ოპოზიციურ ფლანგზეც მოღალატე რუსულ სპეცოპერაციაში მიდიხარ და ასე შემდეგ. ანუ რამდენიმე ფრონტია. ამ ფრონტს გაუძლებთ და იმ ტიპის კამპანიას აწარმოებთ, რომ რაღაც შედეგზე გქონდეთ გათვლა, ანუ ამ მოცემულობას როგორ უყურებთ, როცა ოპოზიციურ ფლანგზეც ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებად მიჩნეული. თან ყველა ხვდება, ამას გძნობ. თან ყველა ხვდება, კი, გძნობ. არა მარტო მე ყველანი გძნობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს სწორი. ასევე მე ძალიან მომწონს ჩვენი კოალიციის და ჩვენი გუნდის ის პოზიცია, რომ ჩვენ არ ვპასუხობთ კრიტიკას და შეურაცხყოფას. ზოგ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასულ შეურაცხყოფას ჩვენთან დაკავშირებით. რატო? იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა, ანუ ლევანს ხშირად ახსენებს ამ ლევანს და არა, ეხლა უბრალოდ პირველი ლევანი გამახსენდა. თუმცა მას რა თქმა უნდა რაღაც დაუკრეფავში სხვებისგან განსხვავებით არ გადასულა. მე ვიცი, რომ ეს ამ ადამიანებს ჩვენ გვაერთიანებს საერთო ჯამში ერთი მიზანი, რომ გვინდა ესენი დავამარცხოთ. უბრალოდ
ამ მიზნამდე მისასვლელ გზებს ხედავთ სხვადასხვაგვარად. შესაბამისად, მე თვითონ ყოფილ ვარ იმ როლში, რომ აი რაღაცა მეგონა რომ კაი პოლიტიკოსობა ის იყო რომ არავის სიტყვას არ შეარჩენდი და რა ვიცი არც წიხლ შეარჩენდი და არაფერს და აი არავისთვის არაფერი არ უნდა გაგეტარებინა არ ვარგა ეს თუ ვინმე სეირობს და თუ ვინმე სეირობდა ამ ხნის განმავლობაში იყო ჯერ ჩვენზე თავდასხმები მე ერთმანეთზე თავდასხმები ხო ყაბეიშვილზე თავდასხმები რატო ვასეირებთ ამ ქართულ ოცნებას თუ რაღაცაზე გვინდა დალაპარაკება რა ერთმანეთთან დალაპარაკება არ შეგვეძლო რახან მე შენსავით არ ვფიქრობ და მე სხვა სტრატეგიას ვირჩევ რომელიც მიმაჩნია რომ ამათი დამარცხების სტრატეგია არის ამათი დამარცხებით ეს გზა სწორად ალეკო მეც აუწონდა და საერთო ჯამში მე ჩამოვყალიბდი ამაზე და ხედავ რომ ეს არის ახალი სუნთქვის შემოტანა ამ ბრძოლაში ამათ დამარცხების გზაზე ახალი სუნთქვის შემოტანა ეს ყოველდღიურად ის რომ ხალხს ვახსენებთ მაგალითად რომ 10,000 ავარიული შენობა თბილისში. ხალხი, აი ჩვენი ხალხი დადის და ყოფი პარტია ამას არ იტყვის, არ გაახსენებს ამას. ჩვენ ყოველდღე ამას ვაკეთებთ. აგერ დღეს ლაგუნავერესთან ვიყავით და შევახსენეთ ხალხს ადით და ნახეთ ლაგუნავერი როგორ გამოიყურება და ნახეთ ფაქტიურად. გაფარჩაკების სიმბოლო და ტუტუცობის და დაპირების შეუსრულებლობის სიმბოლო კალაძის. წადით ნახეთ სამგორში მეტრო როგორ გამოიყურება და მანახეთ სადმე სამგორიდან რუსთავამდე მეტროს რომელიმე სადგური მიწისზედას. ან მანახეთ ეხლა რო დაიწყეს ლაპარაკი დიდი ღომე არის ცალკე ქალაქი. ცალკე ქალაქი ხო ჯერ როგორ ქაოტური განაშენიანება წინას არა და ერთი გზა გაკავშირებს დანარჩენ თბილისთან 150 მანქანა დილით იქოქება გამოდის დიდი დიღმიდან არის უბედური საცობი 150,000 მანქანა დაახლოებით უკან ბრუნდება 2017 წელს ვეუნებოდი კალაძეს და პრეზენტაცია მქონდა მთელ ქალაქს ვეუნებოდი რომ იქიდან მეტროს ხაზი უნდა მოხდეს დაერთება დიდუბის მეტროს ეხლა გამოიტყლარწნენ და იძახიან რომ ჩვენ ავაშენებთ მეტროს ხაზს დიდუბის მეტრომდე იმიტომ რომ სულ 7 კილომეტრია და გავიყვანთ სარაჯიშვილის მეტრომდე ავარიული სახლები, ძველი თბილისის პრობლემა. წავიდეთ და გაჩვენებთ აი ესეთ გადახსნილმეებში რო არიან, რა ქვია, რო ცხოვრობენ ხალხი. გურამიშვილის მეტრო, ვარკეტილის მეტრო. ჯერთი რა არის, იცი? არ შეიძლება ქალაქის მერი იყო. ქალაქის მერის მოადგილეები იყვნენ, გამგებლები, საკრებულოს წევრები და არ დადიოდნენ ტრანსპორტით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მითხარით ბოლოს კალაძე როდის იყო ჩათრეული მეტროში. აი მანახონ ერთი. როდის იყო ჩათრეული მეტროში. ან მისი მოადგილეები, მექთამები მარტო ნიჩვებით რო იდგნენ და მაყუთი როგორ მოეტეხათ, ის არ იცოდნენ სამშენებლო ნებართვაში ფულები როგორ ეკეთებინათ. მანახეთ, როდის იყო კალაძე ან საკრებულოს თავმჯდომარე ჩასული მეტროში. იმიტოა რომ ვარკეტილის მეტრო ეხლა გაახსენეთ. ეხლა ჯერ შეკიდულ ჭერს რა უნდა და ის ტვინი შეეკიდა იმ ნარმანიას. რა უნდა შეკიდულ ჭერს მეტროში რა. გამაგებინეთ, როცა ცემენტის ვესტიბიულია საბჭოთა დროიდან რაც კი დაგვრჩა, კარგი ეს არის მეტრო და თან კარგად არის ის მეტრო გაკეთებული. ჯერი შეკიდეს, ჩამოვარდა, ამდენი წელი ფეხებზე ეკიდა და ეხლა დაკეთეს ვარკეტილში არის ცოდო ამადლის ტრიალი. გაიარეთ რა. მეტი დრო მინდა გურამიშვილის მეტროზე წავიდეთ. რეაბილიტაცია შეიძლება მეტრო კამპანიის დასაწყის როდისთვის ველოდოთ და არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ეხა შტაბის ფორმირება მოხდა ჩვენთან, ძალიან კარგი ინტეგრაციული და საკოორდინაციო პროცესები მიდის კახარიას ჯგუფთან, ძალიან საინტერესო ასtra გასვლა გამოცვლა და რაღაცა ხედვებზე, გეგმებზე, აი ხა მუშავდება ეს ყველა პროცესში ვარ, დავიქოქეთ ფორმაში მოვიდა კოალიცია, ოპოზიციის ნაწილი როცა გაკრიტიკებთ ეს ძიმეთაც როგორც თქვენ თქვით ეს არ თქვათ გაბნევთ კი არა რაღაცნაირად არ გაკომპლექსებთ ამ კამპანიის დროს. რა თქმა უნდა არ არის მოსასმენი ხალხი რომელიც ახლა გუშინ წინ გვერდზე მედგა და ერთად მონაწილეობდით ამ ყველაფერში და ერთელი ეს ჯოჯოხეთი გვა გამოვლილი ერთად კაცო ხო რაღაცა ის ხო არ არის არაფრისთვის თავი არ აგვირიდებია და არ ყოფილა შარი და დავიდარება სადაც არ ვიყავით და რავი დაკადაკაში ყველგან ვიყავით ხო და ახლა გამოდიხარ და ასე სიტყვებს ლაპარაკობ რა თქმა უნდა ძალიან ძიმე მოსასმენი ადამიანი ვარ მაგრამ ღმერთმა მიუტევოთ მე პატივს ვცემ იმას რომ ვიცი ეშლებათ აშკარად მაგრამ და ცუდი რა არის რომ ამით ქართული ოცნება ხეირობს ხო გადართეთ იმედზე პოზიტივიზე რუსთავიორზე ხო ამაზე აქვს ყიჟინა რომ აი ისევ კინკლაობა და დაპირისპირება ოპოზიციაში უნდა მივეჩვიოთ ერთ რაღაცას რომ ეს სტალინიზმი ჩვენ ტვინებში უნდა დავამსრულოთ რომ ვიღაცა თუ არ ვიღაცა შენსავი თუ არ ფიქრობს ის არ არის მაინც და მაინც დასახრეტი და მტერი და პატივს მათ პოზიციას იმპოზ და მე მჯერა რომ მათი დიდი ნაწილი აბსოლუტურად დიდი ნაწილი მომართულია ზუსტად იმ მიზნისკენ რა მიზნისკენაც ჩვენ ვართ რომ დავამარცხოთ ესენი ეს მექთამეები ეს სამშობლოს გამყიდველები ჩვენ ახლა ამ ბრძოლაში ვარ და მიგვაჩნია რომ ამ თავგანწირ ბრძოლაში შევ და დროდადრო თანდათან ყველა ხდება ამას გზნობ ეს სიგნალები მოდის და ეს იგზნობა კიდევაც რომ ხალხი ხდება რომ ეს გაწყვეტილი ჩვენ იყოს სწორი